გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ. ყველას მოკითხვა, სიმხნევე, სიძლიერე და ბედნიერება. მეგობრებო, ჩვენ ეხლა მინდა ვიდეო ჩავთო და ეს ვიდეო ისე ამ ავადმყოფ არაბიზაციაზე მინდა ვისაუბრო. სამწუხაროდ ისეთი სიტუაციაა, რომ ამაზე ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი და ეს გადავწყვიტე ეხლა მაინც ასე თუ ისე საშუალება გვაქვს და ხალხი გვისმენს. ყოველდღე 2000-3000 თუ ყოველ შემთხვევაში 20000 ფოლოვერები გვყავს და მეც მინდა წვლილი მივიღო ამ სიტუაციაში და ამ პრობლემის გადაჭრაში. მოგეხსენებათ მეგობრებო, ჩვენი არხი ყოველთვის იმაზე იყო მიმართული, რომ აი პრობლემები, მიმდინარე პრობლემები რაც ხდება ცხოვრებაში და გურახტირად გითხრათ, არის ხო შემთხვევები ადამიანის, რომ ლაპარაკობ ისე თემაზე, რომელსაც ვერ წარმოიდგენ და გიწევს კი არ უნდა იმოქმედო, რომ გადარჩეს და აი მეც ჩამოყალიბდები ახლა რისი თქმა მინდა. ხო, ჯერ წინასწარ ვიტყვი მეგობრებო, ეს არაბიზაციის საქმე სანამ არ დამთავრდება და სანამ არ გადაწყდება, მე ყოველ შემთხვევაში კვირაში ერთ ან ორ სიუჟეტს მაინც დავუთმო ამას, იმიტომ რომ ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი და ასე ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. და ვაკვირდები სიტუაციას და მიმდინარე პროცესებს. ადამიანები აი ასაც ხედავ ახლა ჩვენ აი არ მიაჩნიათ ეს სერიოზულ თემად და ნიჰილისტურად არიან განწყობილები და მე მიკვრის და ნუ ახლა როდესაც შეიძლება გაგიკვირდეს, ესე იგი ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე და ამ თანამედროვე დრომ, ამ ანალიზიდან რასაც ვამყვითებთ, ამ მატერიალური ფიქრებიდან, ნუ ეს მახინჯური დრო, რაც ეხლა გვაქვს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ადამიანებს ავიწყებთ იმ ელემენტარული ამბების, კაცი ის ელემენტარული რაც უნდა დაიცვა, რაც ჩვეულებრივია, ეს არ არის და არ მიაჩნიათ ეს სერიოზულ თემად. და მოდი აი ჩამოყალიბდები და ჩამოაყალიბებ რისი თქმა მინდა. ამ დღეებში წავიკითხე, რატომაც მოვიდა ბიძია თომას ქოხი, ხო, მოგეხსენებათ ეს ცნობილი ამერიკული ქალბატონის დაწერილი რომანია, რომელიც მონების გაყიდვა მიყიდვაზე და ამ თემაზეა ნალაპარაკები და როკი ახლა ადრეც მქონდა ეს წიგნი წაკითხული, მაგრამ მაშინ ისე უყურებდი, მაგრამ ეხლა რომ გადავიკითხე, აი ისეთ რაღაცებს ვკითხულობ, აი რომელსაც ვერ წარმოიდგინე, ისეთი რაღაცები ხდებოდა ამერიკაში მონების ცოცხალი არსებების ყიდვა გაყიდვის ამბავში და რომ ვკითხულობ, წარმოუდგენელი რამეებია და მე ვფიქრობ, კაცო, ეს ახლა ლიტერატურა, რომანი, მაგრამ რომ გავაანალიზე მე მიმდინარე პროცესები, რაც ხდება მსოფლიოში, რაც ხდება კერძოდ ამ არაბიზაციის ამბავში, ფიქრობ, ბიჭო, ესე იგი ვერ წარმომიდგა, თქვენ წარმოგედგინათ როდის მე, რომ თქვენი ისტორიიდან გამომდინარე ფულის გამო და იმის გამო, რაღაცის გამო ქართული მიწა გაიყიდებოდა. აი თქვენ აზრად გქონდათ ესა? ეხლა რატო წამოვიღეს ბიძია თომას ქოხიც? იქაც აი ადამიანებს ისე ექცევიან, ის აი რაღაცა ზღაპარი მგონია და თუმი არ ყოფილა ზღაპარი და აი ეს დავაკავშირე ეს ერთმანეთი აი ეს დღევანდელ სიტუაციაზე და ამ ბიძია თომაზე მე ჩვენ ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სპეციფიკური თემაა, იმიტომ რომ აი როგორ ვაკავშირებ იცი ამას ყველაფერს, აი წარმოგედგინათ, რომ ქართველი ადამიანები და მე მილაპარაკია ახლა ხომ კავშირი ვლაპარაკობ თან არაბიზაციაზე და ბევრი მეუბნება მე არ მგონია ეს დიდი პრობლემა იყოს. იქიდან უხსნი, იქიდან უხსნი და რა პასუხები მოგდის, იცი? აი კობახიძე ჭკვიანია, ივანიშვილი ჭკვიანია, ასეთ რაღაცას არ გააკეთებს და მეთქი რა არ გააკეთებს, უკვე გადაწყვეტილია, უკვე უნდათ რომ გააყიდონ და აი ცოტა ისე ვაკავშირებ ამას ყველაფერს, აი ისეთი რაღაცები გესმის, რაღაც ზღაპარში მგონია ჩემი თავი. განსაკუთრებია კობახიძე ჭკვიანია, მოლაპარაკებაში ვერ აჯობებ, ივანიშვილი ჭკვიანია, მაგრამ მაგი რა შუაშია ქართული მიწების გაყიდვაზე, ხო? თქვენ ნერვიულობთ
რომ ქართული მიწები იყიდება, მიწები რომლის გულითაც ხალხი ომობდა და სის ანთხევდა და არაბული ის მოდის იურიდიულად ყველანაირი წესებით და ქართველი კაცი აძლევს ამას, გინდა გაყიდე, გინდა იურიდიულად და აძლევს საშუალებას, რომ ის უცხო ტომი, უცხო ჯიში, უცხო ტრადიციის ადამიანი მოდის შენ ტერიტორიაზე იურიდიულად და შენ ამას ხელს უწყობ, ამაზე ნერვიულობ, შენ მოდგმაზე ნერვიულობ, შენ მომავალზე ნერვიულობ და ამ დროს გეუბნები რომ მაგი რაშუაშია ივანიშვილი ჭკვიანია, კობახიძე ჭკვიანია, იჭკვიანი და იმანის გააკეთა. ეხლა რატო ვაკავშირებ ამას? აი მეგობრებო, ნახოთ, მე ყოველი ჩემი სიტყვის პასუხისმგებელია. ეხლა შეიძლება ზოგიერთად თქვას, ეხლა მთავრობა მოგიდგება დაგიჭრა. ესეთი მე ლაპარაკობ ჩემას და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მეთანხმება ამაზე. აი ხა იმ დღეს უყურებდით იმას, საკრებულოში იყო იმაზე წამოჭრა, ერთ-ერთი დეპუტატი იყო, ქარდავამ წამოჭრა ამ თემაზე საუბარი, ხო? რომ მიწები და ეს ეკოლოგიურად არ არის სწორი და არც კი აცალეს ლაპარაკი, რაცა სხვა დეპუტატმა დაიწყო თქვენ იმას უყურებთ, რომ ქალაქზე ლაპარაკობ და რატო არ ლაპარაკობთ, რა გააკეთა ივანიშვილმა, რა გააკეთა იქო ის შენდება, ეს შენდება. აი სადღა კავშირში, აი წარმოიდგინეთ. ესე იგი რა შუაშია, ხო? ადამიანები ნერვიულობენ, რომ თემა არის არაბიზაციაზე და ესენი ლაპარაკობენ ივანიშვილის ოჯახზე და ივანიშვილის დამსახურებაზე და ისა და ისა. აი რა არის ეს? ან სპეციალურად კეთდება ისა, ან არ კეთდება. ან რატო უნდა ასე გამოსახო და პოპულისტები ხართო? ესე იგი ადამიანები, რომლებიც ნერვიულობთ, რომ საქართველოს მომავალი ცუდად დამთავრდება და ამ ყველაფერ პროცესს მოყვება ცუდი შედეგი, ასეთ ადამიანებს ეძახიან პოპულისტებს. მე ახლა პირადად არ ვიცი, ხო დაუჯერებელი არა მეგობრებო, ხო აი ფაქტები, მაგრამ ეთქობა რაც ლიტერატურაში დაგვიკითხია და რაც გაგვიგია, აგერა რეალურად ჩვენ თვალწინ ხდება ეს. ესე იგი ადამიანებს რომელსაც უყვართ საქართველო და ფიქრობენ რომ საშიშროება იქნება და არც კი ანალიზებენ, არც კი მიდის საუბარი, პირდაპირ ეძახიან პოპულისტებს და რა ვიცი 1000 რაღაც უბედური. ეხლა მეორე მომენტიც არის, უკვე დააკვირდეთ სამთავრობო ტელევიზიები და ასე თქვა სამთავრობო მომხრეები ამ თემაზე არ ლაპარაკობენ და ეს ეხლა ჩემი აზრით ამას მე ჩამოვაყალიბებ, კარგი აზრია, ეს კარგია ჩვენთვის, ამას მე ვიტყვი რატო როგორ ეთქობა ეცით რა არის თითქოს არაფერი არ ხდება, არაფერი სადარდებელი არის და სხვადასხვა თემებზე გველაპარაკებიან იქ რაღაც თავის ამბებზე წინ როგორ მიდიან და ამ დროს ვითომ არაფერი არ ხდება და სირაქლემას პოზიცია უკავია, თვითონ არაფერი არ ხდება და ამ დროს ხალხი გამოდის და ვინც გამოდის უკვე ცოტა ახლა უყურეთ აი როგორი ტაქტიკა იცი მე მგონია რომ უბრალოდ აი შემოაგდეს ეს თემა და უყურებენ ახლა რა სიტუაციაა და როგორ ხდება და ამ დროს ვიცით რომ მე პირადად ნერვიულობ, ჩემი მომხრეები ნერვიულობენ, ჩვენი უბრალო ადამიანები ნერვიულობენ და იძახიან ჩვენმა პოპულისტები და მთელი ამბები და მარაზმი რომელიც აი წეგანაც ვთქვი ასეთ რაღაცები ხდება, მაგრამ თუმცა არ არის ეს და ეს ყველაფერი გავაანალიზოთ მეგობრებო და აი ხა ამ პატარა 15 წუთიან ვიდეოს ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. თქვენ მოგეხსენებათ მეგობრებო, მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ეს დღევანდელი მთავრობა, რაც აქ ჩვენ არის მეჯღანუაშვილების აზროვნების მთავრობა და ზოგმა ერთმა არის რომ რატო შეურაცხყოფას აყენებო იმას აყენებო და კარგი მაშინ მეჯღანუაშვილი აი რატოა შეურაცხყოფა ეს ლიტერატურული გმირი რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებს და მომავალზე არ ფიქრობ ჩვეულებრივი სოლომონოვიჩი ისაკვე მეჯღანუაშვილია მასმე არა ესო შეურაცხყოფა მაშინ მეთქი მე სხვა რეალად გეტყვი მეთქი მაშინ გოფსეკები ხართ მეთქი ჯების თავრობა ხერთ მეთქი გრანდე ხართ მეთქი გრანდე და პლუშკინები ხართ მეთქი
ესენი ვინ არიანო და მეთქე ესენი აი პლუშკინი არის გოგოლი აი ფული აი დიდარი ხალხია ფული გააკეთებენ მაგრამ შედეგზე არ ფიქრობენ და რა შედეგზე და მე რა ვიცი პლუშკინი მეჯღანვაშვილი ესე იგი ვინ არიან თქვათ ის გობსეკი პლუშკინი ესენი ვიღა არიანო მეთქე და ესენი მეჯღანვაშვილები არიან მეთქე უბრალოდ სხვა ქვეყნებში და სხვა ლიტერატურული გმირები არიან და არ ვიციო მე ლიტერატურული გმირიო მე ვიციო რომ შენო შეურაცხყოფას მაყინებო და მთავრობას შეურაცხყოფას აყინებო და მაგის გვიწევ შენო დაგიჭერებ რა ვიცი მეგობრებო მე თუ გობსეკისა და პლუშკინის და ებერის და რა ვიცი რიუკისა და გეფსის გულისთვის დამიჭერეს მეთქი მაშინ კარგად გონია ჩვენი საქმე სხვათაშორის მეგობრებო მე ხლე ჩამოვთვალე ამაზე ჩვენ ხო გადავწყვიტეთ ყოველ ხუთშაბათ რომ მექნება ლიტერატურული ანუ განხილვები და აი ამ გმირებს ამ მეჯღანვაშვილების ტიპაჟებს და გმირებზე მინდა ხუთშაბათს ეს ლიტერატურული საუბარი მიუძღვრა და მგონი საინტერესო რაღაცა გამოვა. ნუ სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს რა ხალხია, ვინ არიან, როგორ არიან და მეც ამიტომ გადავწყვიტე რომ აი ჩემი ასეთი ინფორმაციული იმითი ხუთშაბათს მიუძღვნა ამ თემას. ამ მეჯღანვაშვილებს გეფსებს და ოფსეკებს ეს ვიდეო, იმიტომ რომ რა იცით, აი ლიტერატურაში ხო ყველაფერი აღწერი ახალი არაფერი არ ხდება მეგობრებო. რაც ახლა ხდება ჩვენ გონია უბრალოდ ჩვენ თავს ხდება ხოლმე ეს ყველაფერი გავლილია. მე მეჯღანვაშვილებს რომ ვიცახი ეს არის მათი ცნობიერების და აზროვნების ადამიანებთან გვაქვს საქმე უბრალოდ ახლა დაემატა ცოტა სხვანაირი სტილის, იმიტომ რომ ეს ხალხი პოლიტიკაში მოვიდნენ და ამ მეჯღანვაშვილებს გობსეკების და გეფსების აზროვნებით მართავენ სახელმწიფოებს. ეს არის მაგრამ აი ეს მომენტია და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ ახლა დრო გვაქვს ამდენი სიძეებში გვაქვს და რა ვიცი როგორ გამოგვივა რა გამოგვივა შევეცდებით რომ ეს ყველაფერი განვავცოთ და იქიდან გამოვიტანოთ დასკვნა და ვიმოქმედოთ. რა შეეხება მოქმედებას ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით ჩვენი წინაპრებით იმიტომ რომ ისინი მოქმედებდნენ და ღირსებით, სამშობლოთვის და მომავლის დაცვით, დაცვაზე ზრუნვით და მეც პირადად ეხლა ჩვენც და არა მარტო მეც ჩვენც ეს დრო მოგვეცა. აი ზოგჯერ მე ფიქრობ ხოლმე რაზე ვიბძვით, ვის ვიბძვით. მე ვახშეებს და მეჯღანვაშვილებს და ამაზე მე ლიტერატურაზე კი ვთქვი და მეც ეხლა ვიტყვი ალბათ ყველას გქონია თქვენ მე ვახშეებთან საქმე და მე ხშირად ამაკ ნათქვამი რომ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ეს სპეცი აი რატომ მეცინება და თან არ მეცინება, იმიტომ რომ მეცინება, იმიტომ რომ ასეთ ხალხთან მაქვს საქმე, მაგრამ წარმოიდგინე ასეთი გობსეკები, მეჯღანვაშვილები მთავრობაში მოვიდნენ და თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, შენ ბუნებას, შენ გარემო, შენ რაც გიყვარ, შენი ტრადიცია, შენი დაცხოვრო, ამის მოსპობა უნდა და მოქმედებენ მაგაზე რა. თან გეცინება, თან სერიოზულია, მაგრამ საერთო ჯამში მართლა სერიოზულია და ბრძოლა გვიწევს ვისთან მეგობრობა ახლა არჯობია ვებძოლო იქ არაბს იმაში იმედში ამენ და გერმანელებს, რუსებს რაღაცა და უნდა ვებძოლოთ ქართველებს და რა კატეგორიის ქართველებს მეგობრებო უბრალოდ მეცინება. მაგრამ აი რატომ მეცინება ახლა გეტყვი. აი ჩემი წიგნი ვისაც აქვს აკითხული მე გავხსენ ჩემი ციხეში ჩდომის სიტუაციას და აქ თუ მახსოვთ ერთი გვინე კოწია, მოწია, აი ხა დამდგენე ხარ. საკანში ზიან კრიმინალები, ხო? ადამიანები რომელსაც აქ რაღაცა დაშავებული და ეს საკმაოდ დიდი მაგარი სკოლაა. ხომა კი არა აკადემიაა რა, მე რომ ვკითხავ, თქო იქ სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა აზროვნების ადამიანი ჩდება და ჩემი წიგნიდან გახსოვთ ხო იქ ზოგი ვაშკაცია, ზოგი მუჟიკია, ზოგი ცისფერია და ერთ-ერთ ამ კატეგორიებში კასტებად არის, ახლა ციხეში კი შავია, თეთრია თუ ისე ყველა დანაწილებული და ყველაზე საზიზღარ მდგომარეობაში არა ცისფერი, არა თქვა იქ რაღაცა დიშოკური დამნაშავე, არამედ მევახშეები იყვნენ ყველაზე როგორ გითხრათ დაბალ დამამცირებელ სიტუაციაში. და გახსოვთ მე თუ გახსოვთ ჩემ წიგნში იქ მიდის საუბარი და ყველა ხელს არ ტყავს, იმას არ ტყავს, ეს მევახშეების საწყლები პროცენტს ვისაც ახსებს, რა აძლევს აი ეს ადამიანები და შეშინებულები იყვნენ, სულ შეშინებულები, მაგრამ ფულის პატრონები,
ფულის პატრონები, იმიტომ რომ იმ მომენტში ციხეში უძლურად იყვნენ, დაშავებიხე რა უნდა გააკეთოს იმით ბუნები და ნატური შიშარა და იქ მოიწერდა იქ ძველი ბეჭი ის იმებთან ჩუმა და ყველა მას ასე თქვა ჩაგრავდა, ხო? და თქვენ ზოგავსოთ მე ერთ მომენტში დავიცავე კიდევ და საუბარი მაქვს ამ ქურდებთან. და იქ ერთ-ერთი ქურდი თუ გახსოვთ ხორო ეღადავება ამ იმას რა ქვია ამ მევახშეთ კოწიას, მაგრამ მეორე ქურდი დაიცავს და აი დაიცავს რატო იცი? იმიტომ რომ მოსწონს ამ პატივსაცემს, იმიტომ რომ ჭირდება, იმიტომ მომავალზე ფიქრობს ის ფული რო იყოს რაღაცა, ფული რო დასჭირდეს ამისგან ფულს აიღებს. ამიტომ ამ ფულის გულისთვის მომენტებში თვალებს ხუჭავს ამ მევახშეთან ურთიერთობაში და აი მანდ უკვე იცნობა აი ეს რაღაცა სიხალბე, რასაც ჩვენ ახლა კაცობად მამაკაცობად იმას კაცობას ვიცახით, მაგრამ რეალობა მევახშეს აქვს ფული, იმას აქვს ფული და კი ხელსაც წამოარტყა, იმას წამოარტყა, საქმეს რო დაგჭირდეს, იმ ფულიან კაცს გამოიხედეთ. ასია თუ ისია, საბჭოთა პერიოდში და იმ პერიოდში ესენი იყვნენ ყველაზე სამარცხვინო ადამიანებად ითვლებოდნენ, მაგრამ გავიდა დრო, საბჭოთა კავშირი დაინგრა, ცვლილება შეიცვალა და ეს მევახშეები და ეს პროცენტიკები ახლა დღეს არიან კომერსანტები და საკმაოდ წარმატებული და ისეთი ადამიანები, რომელსაც ახალგაზრდობა სამაგალითოდ თვლიან. რატო? იმიტომ რომ ფული აქვს. საერთოდ საბჭოთა პერიოდში მოხერხებათ ჩემი პერიოდი იყო, ვინც საერთოდ ფულის შოვნელი ადამიანი არ ითვლებოდა ვინც ფულს შოულობდა, ის პრესტიჟულ ადამიანად არ ითვლებოდა. ეხლა ფულს მაშინაც შოულობდი, მაგრამ ყველას უნდა გამხდარიყო ექიმი, მასწავლებელი, ყველა, მაგრამ ვინც ფულის შოვნელი იყო, ის რაღაცნაირად მაინც ისე ითვლებოდა ეს ადამიანები და თვითონ იდეოლოგიას გვასწავლიდა, რომ ფული არის ხელის ჭუჭყი, ფულის კეთებელი არის აშინელება და უარყოფითი იმით იყო გამშვალული იმ პერიოდში ყველაფერი ეს დრო, სივრცე. კაპიტალისტურ სისტემას დასინოდნენ და ეს დამპალი კაპიტალისტური ყოველ შემთხვევაში ყოველი წიგნი, ყოველი ისა, ყველა ისა იყო საშინელება. წერდნენ რომ ფულის კეთებები არის საშინელები და ასე შემდეგ. და თავისთავად ეხლა ის ლიტერატურული გმირები, რომლებიც სათავშორის პერიოდში ძალიან ბევრი წიგნები იბეჭდებოდა, მაგრამ აი ესეთი გმირები, სადაც იყო გობსეკი, ებსი და პლუშკინი და ისე სულ რომ გაარჩევდნენ ხოლმე უარყოფითად განიხილავდნენ და ამას აწვებოდნენ, მაგრამ ამ თემაზე მე კითხი ვილაპარაკე და დავუბრუნდეთ იმ თემას, რომ უკვე ჩემ ცხოვრებაში ვიცახით, რომ ეხლა საერთოდ ზოგადად ფულის კეთება ცუდი არ არის. ეხლა მეც ახლა რომ მუშაობ, იმიტომ მუშაობ ფულს ვაკეთებ, მაგრამ ამ ფულის კეთებას და ბევრ ფულს სხვადასხვა მეთოდები და გზებია, ხო? და ამ ბიზნეს მისაღწევად ადამიანები რეებს არ აკეთებენ, ხო? და რომც მიაღწევენ, მე რას როგორ ანაირად ამაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ და ბოლოს უკვე ამ ფულს რო იშოვიან, რა შიშები აქვთ, როგორ აქვთ, რისთვის აქვთ, რა და რითი ამდავრებენ ეს ფულიანი ხალხი, ამაზე ძალიან ბევრი წიგნებია დაწერილი. მაგრამ ეხლა იმის თქვა, რომ შენ ფული შოვნა ცუდია და ესეც არ შეიძლება, ეხლა უფლოდ ვერ გაძლევ, ხო? ბევრი რო არ გაგაწვალოთ, მეგობრებო, ამ თემაზე მე განვიხილავ აუცილებლად ლიტერატურული განხილვის დროს და მე რატო ვაკავშირე ბეჭდღანოაშვილები და რატო დავაკავშირე ეს არაბიზაცია. იმიტომ რომ წეგანავს რომ ფულის გამო, ეხლა ჩვენი მთავრობა, ხო, რა მოხდება ეხლა ხალხი უკმაყოფილოა, ჩვენ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც მარტო ფულზე ფიქრობენ, ეს ხო ფაქტია, მაგრამ ყველანაირ პასუხისმგებლობას არსად არ გაუღვივარ. თუ ვინმეს არ სიამოვნებს ეს შეუძლია შევხვდეს, ვილაპარაკოთ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მე ვამბობ იმას, რაც არის. და ამაში დამეთანხმები. ხო და მოვიდა ეს არაბიზაციის პერიოდიც, ხო, ესეც ვიცით, რომ არაბიზაცია რა არის აქ საშიშროება, რომ ესენი ეს ჩვენი მთავრობა იძახის, რომ ეგ ძალიან დიდი ფული შემოდის და
და ფულის იმით გველაპარაკებია, ხო? და ფულის იმედით, იმიტომ რომ ქვეყანას ასე მდგომარეობა და ფულით მართავენ ყველაფერს და მონიათ რომ ფულით გადაწყვიტავენ და ავიწყდებათ ყველაფერი, მაგრამ რა შედეგი მოყვება ამას, როგორ შედეგი მოყვება, რა დემოგრაფია, ხალხი რომ დაძაბული იქნება, დაიძაბება და ნუ არ აინტერესებს, იმიტომ რომ ფული აქვთ, ფული უდებთ წინ. მაგრამ არის საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში საქართველოს საზოგადოება, მეც რომელზეც პოპულისტებს გვეძახიან, ხო? ესე იგი, ასეა თუ ისეა, ძალიან ცუდი სიტუაცია და მიდის ბრძოლა. ეხლა უყურე. მე რამდენჯერ თქვი რომ ამას განვიხილავ, მაგრამ საერთოდ მეჭრანოაშვილებს, გებსებს, პუშკინებს, კოფსებს, ჭკვიანი ხალხია, ძალიან ჭკვიანი ხალხი, ეხლა ფულის შოვნა ასე ადვილი არ არის, ხო? ეხლა საერთოდ ნებისმიერ ლიტერატურული ნაწარმოები ძირითადად იქმნებიან, რომ ფული აქვს ადამიანს და ფული ადრეში აყენებს, მაგრამ როგორ მივიდა იმ ფულამდე, ამაზე არ აღწერენ ხოლმე რა ძალიან. და რომ მეხვიდე იმ ფულის შოვნამდე, უჭკუო ნამდვილად არ არის ის ადამიანი. ეხლა რო იძახენ, აი, დიდარი ხალხი შტერები არიან, სულელები არიან. არ დაიჭირო. შენ ამ მილიონერს და მილიარდერს რო შეუნო, დიდი შტერი და უჭკუო ადამიანი ამდენ ფულს ვერ იშოვებს. და სხვანაირადაა სიტუაცია, ადამიანი ფულს რო შეუროს, უკვე იმაში ჩვევაში უჩდება და ბევრი რაღაცები ავიწყდება. და არა მარტო ქართველ და საქართველოს მდგომარეობის ამეთ შეხედა. სოფლიოში აცმით რა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეჭრანოაშვილი აგერ ტრამპა-ტრომპაა, ხო? ფულის კეთების მეტი არაფერი არ იცის, აი რა უნდა ამდენი ფულია და კიდევ ფულზე ფიქრობ, იმიტომ რომ ქვეყანაზე და რაღაცეებზე. ამაზე ჩვენ ბევრი ლაპარაკი შეგვიძლია, ამას მე ჩვენ განავსოთ და ეხლა ჩვენ იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური თემაა და ნუ რეალობა და რელიგიურად ამას ჩვენ ვეძახით მამონა, რომ მამონა ბატონობს დედამიწაზე. ეხლა მე არ მინდა რომ ბევრი ლაპარაკი გამომივიდეს, ისედაც საქმედოს მეუბნებიან სათქმელს ვერ ამბობ, იმიტომ რომ იმდენია სათქმელი, იმდენი საინტერესო თემაა, რომ ალბათ მე ჩვენ გადავანაწილებთ ამას და დავუბრუნდეთ ისე ამ არაბიზაციას. ესე იგი, საქართველოს მოსახლეობა 100 კაციდან 97 გეტყვის უარს, მაგრამ მე 3 კაცი გებცვის. ესე იგი, პრობლემის წინაშე დგავა. ეხლა რა ხდება? ეს მეჭრანოაშვილები და ეს ფულის კეთებელი ხალხი არის, აქ თავიანთი ფსიქოლოგია და შიშები და ფიქრები რა. წეღანად თქვი ძალიან ჭკვიანი ხალხია და მე ამას განავწობ და აი ხლა რაც არაბიზაციის ამბავში ხდება, აი ხო ხედავთ რომ განვიხილე იმას ვიღაც გასუსულები არის, ეხლა აკვირდებიან, ესე იგი ამ ხალხი რა დღეში იქნება. მე მაგალითად პირადად რომ მკითხოს ეხლა მე ადრეცა მაგათ თუ დაიძაბება სიტუაცია და უკვე საჭირო იქნება ჩამოსვლა, მე მეორე დღესვე წამოვალ თბილისში, მაგრამ ჯერჯერობით აქამდე ჯერ არ არის მისული საქმე. და რატო? გეტყვით. და რატო არ თვლი მე ამას იმდენად დაძაბულ იმას საგანგაშო მდგომარეობა. ეს მთავრობის წარმომადგენლები აკვირდებიან სიტუაციას, მაგათ ერთი სულია, რომ მოსახლეობა იყოს ნიჰილისტური, ინერტული და თუ დააკვირდებიან რომ ამ ხალხს არ აინტერესებდა ინერტულებია რომ უცბათვე მერე დაიწყებენ მოქმედებას, მაგრამ აკვირდებიან. მაგათ როგორ აიცი ეს ფული შოვნელი ხალხი ჭკვიანია, მაგრამ ისე მოქმედებას არ დაიწყებენ. როგორც კი იგრძნობენ რომ ხალხი ამას არ გაუტარებს და არ აპატიებს, აი მაშინ უკვე რაღაცას მოიფიქრებ და დაატოვებს. რატო მეგობრებო? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ეხლა თქვა დაიკიდა მთავრობამ ამ ხალხის გამოსვლები, უკმაყოფილება და მოიყვანას ტექნიკა და დაიწყეს იმ პოლიჭალაში და იმეებში ამ ტექნიკის დაკოკეს ტრაქტორი და მოვიდნენ. თავისთავად ამას მოყვება ხალხის გამოსვლა და მთავრობამ ეხლა რა უნდა გააკეთოს, ხალხი როგორ უნდა გააჩინოს, უნდა გამოიყენოს ჯარი ან პოლიცია, მაგრამ ისიც იცის რომ ამ ჯარის თანამშრომლები, შვილები, ჯარისკაცები ვინ არიან, ხალხის წარმომადგენლები არ არიან. ამიტომ მაგას ვერ გააკეთებს. გამორიცხულია.
თუ გააკეთებ, მაშინ მაგარი შტერი იქნება, მაგრამ შტერები არაა, საკმაოდ ჭკვიანები არიან. სხვა ჯარი უნდა გამოიყენოს, სხვა ერთადერთი დაიწყებენ თქვა ფსიქოლოგიურად მოქმედებას, რომ ეს ხალხი თუ არ იქნება დაქუქიდი და ინერტულობას გადაიტანენ, რაღაცა ფულს არ რეკლამების დაწყება დაიწყებენ, რომ აი ფული იცი, რამდენი ფულია, მაგრამ რომელიც ზღაპარია, ეს ფული რასაც ფიქრობენ, ეს ფული ჩაიდება მაგა ჯიბეში და მეორეს ერთი მოიჭი მეჩხანოვაშვილის ფულის დაკარგვის შიში აქვს და ეხლა ეს ხალხი რომ დაიძრება და წავა არეულობა უნდა მაგას ეს ფულის მაშინ უნდა გაიქცეს არა გაიქცეს და უნდა ეხლა მაგაცა არა შეიძლება უნდოდეს კიდევაც მაგრამ წავა მაგრამ კაი თქვა გაიტანა სიტყვაზე მაგრამ არ მგონია ჯარი და მგონია არა მე დარწმუნებული ვარ რომელი ჯარისკაცი მეც ყოფილი ჯარისკაცი ვარ სამჯერ ნაომარი რომელი პოლიციელი ვერაცვალი აი მე პირადად მაგალითად თბილისში რო ჩამოვიდა ყველა პოლიციელი მეფერება მეხუტება და ეს პოლიციელები იქცავენ და ხალხის წინააღმდეგ წავდნენ თავისი მომავლის წინააღმდეგ წავდნენ ამიტომ ეს მეჯანოშოლება ეს იციან ამიტომ ჩუმად არიან გასუსულები არიან ერთადერთი შეიძლება დაიწყონ ჭუჭუნი რომ აი კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ვიღაცემა ფული გადაიხადეს ჯარი უნდა გადაიხადო თვითონ აი ხოხტები და ამიტომ მე პირადად აი ესეთი ჯერ შიში არა მაქვს ანუ რა ვიცი დავაკვირდეთ მეგობრებო დავაკვირდეთ ამ სიტუაციას მე უბრალოდ ერთადერთი აი ეს ამაზე ძალიან დიდი გულის ტკივნით ვიძახი მაგრამ მე კიდევ თავში ვიკავებ ალბათ ველოდები მეც ველოდები რომ საპატრიარქო გასუსულია რომელი ქრისტიანია, რომელი ღმერთის თქვენ იცით რომ მე მართლმადიდებლობას სწავლებას მივყვები და მანდ არის რომ ღმერთს უნდა უყვარდეს ნებისმიერ ქრისტიანს უნდა უდოთ ადამიანი და შენ ასეთი დაძაბულობ ნუ კაი მთავრობა რაღაცის ბიზნესს აკეთებს მაგრამ ხო ხედავ რომ აქეთ შენი მოსახლეობა ღელავს ნერვიულობს რას მოწმება ყველა ვიცით და ხმას არ იღებ აი არ ვიცი, ჯერ მე კიდევ ვაკვირდები ამ იმას, საპატრიარქოს პოზიციას, ამ დროს თქვენ იცით რომ საპატრიარქო ეთიური სიტყვა რო თქვას, დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ არ იღებს ხმას. აი არ ვიცი, აი ძალიან გული მწყდება რომ თუ ესენიც თუ ამ მამონას არიან აპოლილები, რაც აშინერ არ ვიცი, მე ხა რასაც ლაპარაკობ, ნებისმიერ დამიშდება და დამიშო. ბიჭო, ხედავ რომ ჩემი ხალხი ეხა არ მინდა იგივე მოხდეს რომ როგორც იყო შევანაძეს მუხლებზე დაიჩოქნენ სააკაშვილის მუხლებზე დაიჩოქნენ არ ვიცი მე მესმის ეხა ეკლესია ნერვიულობს რომ არეულობა არ იყოს გასაგებია მაგრამ ვერ ხედავ რომ არეულობისკენ მიდის საქმე ვერ ხედავ რომ ხალხი ნერვიულობს და ამას რა მოყვება როგორ მოყვება არ ვიცი მე თავს ვიკავებ ალბათ მომავალში კიდევ ამაზე კომენტარს რამეს ვიტყვი მაგრამ ყველაზე მეტად მეგობრებო მე მადარდებს ხალხის ნიჰილიზმი იმიტომ რომ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე მე მახსოვს ის ხალხი ვინც გააგდო ზვიად გამსახურდია მე მახსოვს ის ხალხი ეხა წერანაც რო თქვი ვინც მუხლებზე დაეჩოქა ედუარდ შევანაძეს არ წახვიდეო მე მახსოვს ის ხალხი ვინც მოკლა ზვიად გამსახურდია მე ვხედავ იმ ხალხს ვინც დღემდე აღმერთებს მიხეილ სააკაშვილმა რომელმაც 160 სოფელიო რაო ქრისხროვაო ამას რომ აღიარებს და დადებითად ღებულობს მე ვხედავ იმ ხალხს რომ ამ ხალხმა ხო წამედგენ სააკაშვილი მოვიდა 97%-ით უნდოდა ხალხს შევანაძე მოვიდა ესე იგი ისეთ გამოვიდა ხალხის მოყვანილია ეს ხალხი ხო ეს ხალხი მაგრამ და აი მე მან ცოტა ნერვიულობ რომ აი ეს ამ მეჯანოაშვილება ამ მართველებმა იციან ამ ჩვენი ხალხის ხასიათი და ეს არ გამოიყენო და ელოდებიან ხალხი თუ ინერტულობას გამოამშრომლებს და როიტყვენ ასე ჟარგონით ფეხებზე კიდია გააგრძელებს თავის საქმეს და რატომ ეშინია იცი მეგობრებო კიდევ აი პიტაბრი გეტყვით მე ხომ აქ უფლება თქვა ჩემი აზრი ეხლა კი არის აი გამოსვლება აი ნახოთ ეხლა როგორ მე მაინც იმედი მაქვს მაგრამ თან ნერვიულობ კაცო აი კონცერტზე სადაც ბილეთი ღირს 500 400 500 1000 ლარი უფრო მეტი ხალხი გროვდება ვიდრე რაღაცა ეროვნული რაღაც სერიოზული თემა რო არის ხოლმე არ ვიცი აი მადლობა აი ღმერთს ხო რომ მე ვწდებოდე და არ ვიყო მართა
ხდებოდე რომ ჩემი ხალხი არ ყიდიან ჩემ ხალხს ეს ფერზე ასე მიხილისთვისაც არ არიან განწყობილები და ინერტულები არ იქნებიან რა და აქედან გამომდინარე ამიტომაც მე შეძლები და გვარად აგე ჩვენი არხიდან გამომდინარე გამოვიყენებ ამას და პირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ამ თემაზე დავაკვირდებით მეგობრებო და მე ხო სულ ვიცახი აი ეს წნარას სიტყვით ანალიზიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ წნულად და მეც აგე ჩემი არხიდან გამომდინარე და მე მიმაჩნია რომ აი წეღანავ თქვენ მე მირჩევნია ებრძოლა ფიზიკურად სხვა ჯიშის ადამიანებს ვიდრე ვებრძოლო ჩემ ქართველ ადამიანებს და მე ისე და ისე იქიდან გამომდინარე ვიცახი რომ ალბათ ეს ხალხი შეცდენილია მაგრამ არ ვიცი შეცდენილი მაგრამ არავითარ შემთხვევაში ომი ჩვენ ვინც არ მოგვეწონება რაც უნდა ცუდი მთავრობა იყოს და რაც უნდა გიჟი მთავრობა იყოს ეს ყველანი არჩევნებით და გავწიოთ მაგრამ მე ისე და ისე ამ ჩემ ხალხს უბრუნდები მეგობრებო ცოტა დავფიქრდე რა გველოდება და რა საშიშროების წინაშე ვდგავართ მაგრამ ჩემი ვარაუდით ხალხი გაიღვიძებს და ერთმანეთს დაატორგუზებს დაამხუჭებს მე მგონია და ეხლა დარწმუნებული ხარ ვერანაირად ყველაფერი ღმერთია დამოკიდებულება ზოგადად მე მგონია რომ ერთმანეთს არ არის უჩვეულო მთავრობა ჭკვიანები არიან საკმაოდ უბრალოდ არ მახსენდება იცი გავსოთ აი კიდე მარიხუანის დათესვა რომ უნდა დღესაც არიან ტიპები რომ კიო ივანიშვილს ხმოდა და მარიხუანის პლანტაციების გაშვება 500% მოგებაო და ესო და აი მაშინ სამღვდელოება ჩაერია და გააჩერებინა მაგრამ მე ვიცი დღესაც არის ხალხი რომელიც ნანოს ეს გეგმა უნდა გავაკეთები და მარიხუანისო და წარმოგიდგენთ მაშინ გასო როგორ ამბობთ ჩვენ ყველაფერს გავაკონტროლებთ ის გამკონტროლებელი ხარ იგივეა არაბიზაციაზეც მაგას გაეძახიან თქო არაბიზაცია ახლა ზოგჯერ ამბობენ ხოლმე ბიჭო არაბები და ინდუსები კი არ მეჯავრებოდნენ ეს არის ემიგრაცია გავაკონტროლეთ რომ გაიძახიან ისი გამკონტროლები არიან ახლა ჩვენ არ ვიცით მეგობრებო ნახევარი საქართველოს დაცლია დემოგრაფიაში რა დღეში ვართ საერთოდ ჯამში მე ვიცი მეგობრებო ჩვენ მართლები ვართ თავარია ჩვენ შვიდად წნარად რაციონალურად ლოგიკურად ჩამოვაყალიბოთ და ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ერთადერთი გზა, რომელსაც ამ ეჭვანაშვილებს გააჩერებს, არის ეს ხალხის აზრი და გამოვიდეთ და უნდა თქვა ჩვენი პოზიციები. მე პირადად აი ჩემი პოზიცია და ესე გამოსახავ და უკან დაიხევენ და მე ისე და ისე მეურდები თუ დაიძაბა და თუ რაღაცა მე მეორე დღეს ვერ თბილისში ვარ. კარგით მეგობრებო, ეს ასეთი პატარა გამოსვლა გავაკეთე, მაგრამ ეს ისე და ისე ჩემი ხალხის სიყვარულიდან გამომდინარე და რომ დავიწყე ლაპარაკი ბიძიათონის ქოხინად ეცე ცხოვრებაში ხდება ეს ყველაფერი ასე რაღაცები რასაც ვერ წარმოიდგენ ისეთი რაღაცები ხდება მაგრამ ესეც ჩვენი დროანდელი დროის ამონაძახია ასე რომ თქვა ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად როგორ მეგობრებო ჩვენ დევიზი რა არის ღმერთმა ადამიანის შექმნა ბედნიერებისთვის რომ ვიყოთ ბედნიერი უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და არ ვიზარმაცოთ ფიქრი სიწყარის შიმშუდეში ჩვენ ვიცი ისე მეუბნები ჩვენ ვართ მართალი ხალხი და ღმერთი ჩვენთან არის და მეთი არასოდეს არ გვაქვს კარგი თამა მეგობრებო ესეთი გამოსვლა მქონდა და გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეოები ბევრი ვიდეოებია გადაღებული და ნახოთ იმედია შევხვდებით საინტერესო შემეცნებით და კარგ ვიდეოებში. კარგად, ყველას გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და გამარჯვებას. მერტი ჩვენთან.